წარმოგიდგენთ ჩვენს გამორჩეულ წვნიან ღოლოს შეჭამანს. ესეთი ფორმით, სადაც იპოვეთ ყველა მისთვის საჭირო ინგრედიენტს და ვიწყებთ მოკლედ მომზადებას. პირველ რიგში უნდა ავიღოთ ღოლო და დავაკუთვნოთ წყვილად. ღოლო ეს არის ველური მცენარე, რომელიც მთელ საქართველოში მოდის, თუმცა ეს კონკრეტული ღოლო არის ახალგორის ოკუპირებული ტერიტორიის ალპური ზონიდან და ალპურ ზონაში მოკრებილი ღოლო გაცილებით უფრო არომატული და გემრიელია. ღოლო ინახება დაწნული და გამშრალი ფორმით. ესე ვაკუთვნებთ ამ ღოლოს და ყრით წინასწარ დადგმულ ადუღებამდე მისულ წყალში. წყალი არის ამ შემთხვევაში დაახლოებით 3.5 ლიტრი, შეგიძლიათ 9 ლიტრით მეტი ან ნაკლები წყალი გამოიყენოთ. სანამ ღოლო ადუღდება და დარბლდება კარგად, მანამდე ვიწყებთ სხვა ინგრედიენტების მომზადებას. პირველ რიგში ვარჩევთ ნიორს. ნიორი არის წვრილი, თუმცა ძალიან არომატული და ყოველგვარი სასუქების გარეშე არის მოყვანილი ჩვენს ბაღში. ნიორს და ნიგოს ერთად დავნაყავთ ფილთა ქვაში. ნიგოზი საკრთვი არის ახალგორიდან, არის ძალიან ცხიმიანი და გამორჩეულად გემრიელი ნიგოზი. შეგიძლიათ დააბლენდეროთ ეს ორი ინგრედიენტი, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში ფილთა გვირჩევნია, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტ ცხიმს უშვებს ამ ფორმით დანაყული ნიგოზი და ვფიქრობთ, რომ სხვანაირად სასიამოვნოა მოკლედ ეს პროცესი. შემდგომ ვამზადებთ საფანელს, ფქვილში ვამატებთ დაახლოებით 1 ჭიქა ცივ წყალს, კარგად უნდა გავხსნათ ფქვილი წყალში, რომ არ დარჩეს პატარა რგოლები, რომელიც შემდგომ ცუდად ხდება უკვე წვნიანში, როდესაც წვნიანს მიერთმევთ და ყველა ამ უკვე მომზადებულ ინგრედიენტს ვამატებთ კარგად ათვლებულ წყალში, აუცილებლად შეამოწმებთ, კარგად არის დადგმული თუ არა ფოთლები. პირველ რიგში ვასხავთ საფანელს და ვიღებთ, რომ არ გადმოვიდეს ამასობაში, ვამატებთ ყემალს. ყემალი შეგიძლიათ იყოს მწვანეც, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ წითელ ყემალს ვიყენებთ, იმიტომ რომ უფრო მეტი სიმჟავე აქვს და უფრო მეტად არომატულს ხდის წვნიანს და შემდგომ უკვე ჩვენს დანაყულ ნიორსა და ნიგოს. სულ ეს არის ჩვენი კერძის შემადგენლობა. სხვა ინგრედიენტი ამ კერძს არ აქვს, როგორც ხედავთ არის როგორც ვეგეტარიანული, ასევე ვეგანური კერძი. თან ძალიან სასარგებლო, ზამთრის მძიმე, ძირითადად ხორციან კვებაში ეს იყო ჩვენი წინაპრებისთვის ორგანიზმის განმტკიცების იდეალური საშუალება. მოკლედ ცელულოზურად ლამაზი არ არის, მაგრამ ძალიან გემრიელი და არომატულია და გემრიელად მიირთმევს. შესაკვეთად მოგწერეთ ჩვენ სოციალურ ქსელებში.